ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და გთავაზობთ დღის განმავლობაში მომხდარ მსოფლიოს შოუ-ბიზნესის ამბებს. თავდაპირველად ქართული სიახლეებით დავიწყოთ, ხოლო შემდეგ უცხოურ ამბებს მივხედოთ. ეთერშია ინფორმატორი ლაილაისთან ერთად. 23 მარტიდან კინოთეატრები რუსთაველი და ახმეტელი ბავშვებს ქართულ ენაზე დუბლირებულ ახალ ფილმს შესთავაზებს. ძიძამამები ასე ჰქვია ამ სურათს, რომელშიც მთავარ როლს ედი მერფი ასრულებს. ეს გახლავთ კომპანია Columbia Pictures-ის ნაწარმი, რომლის რეჟისორია სტივ კარი. ორი მეგობარი მამა, რომლებიც სამსახურის გარეშე დარჩებიან, გადაწყვეტენ თავად მოჰკიდონ ხელი შვილების აღზრდას და რადგანაც ახალი სამსახურის პერსპექტივა არ ჩანს, თავად ხსნიან ახალ საბავშვო ბაღს და სწორედ აქედან იწყება საინტერესო თავგადასავლები. აჭარა მიუზიკლში ქართული შოუ-ბიზნესის თითქმის ყველა თაობამ მოიყარა თავი. საქველმოქმედო კონცერტი აქცია, რომლის ორგანიზატორი ძირმა სოხაძეა 18 მარტს კონკრეტულ მიზანს ისახავდა. დახმარებოდა ცნობილ ქართველ მუსიკოს ჭაბუკა ამირანაშვილს, რომელსაც რთული საოპერაციო ჩარევა ესაჭიროება. კონცერტში მონაწილეობის სურვილი გაცილებით უფრო მეც ჰქონდა, ვიდრე ეს შესაძლებელი იყო. 30-ზე მეტი მონაწილეა და ხა 6 საათიან კონცერტს ხო ვერ გამმართავთ. ამიტომ ნაწილი დღეს იმღერებს, ნაწილი შემდეგ კონცერტებზე, ვინაიდან ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია. მართლა ძალა ერთობაშია და დღეს მუსიკოსებისთვის, ამ შემთხვევაში ერთი მუსიკოსისთვის, ჭაბუკა ამირანაშვილისთვის მღერით და რაც შეგვიძლია იმას ვაკეთებთ. დიდი მადლობა ჩემო კარგებო, ჩემო ძვირფასებო. კიდევ უფრო აღთოვანებული ვარ და ირმამ ნამდვილად აღნიშნა, რომ რეკლამები, სადაც კეთდება და გათვლილია კომერციულად, აი ყველა არხმა რაღაცა ისეთი თანადგომა და აღმოუჩინა, რომ აი ეს უფრო იმოქმედა, ვიდრე ჩემმა და ჩემმა კოლეგების დადგომა გვერდზე. ჭაბუკა გარდა იმისა, რომ არის კაი მეგობარი, არის არაჩვეულებრივი მუსიკოსი და ნიჭიერი მუსიკოსი. ავიზი, როგორც შეგვიძლია, რითიც შეგვიძლია, გვინდა რომ მის გვერდზე ვიყოთ ჩვენ ყველა. ალბათ მოლოდინი ისე გაგრძელდა გული რომ დახავასებდა უკლებს დაუბერავს ქარი მიხარია ის მომენტი, რომ ჩვენ რაღაც ყველაზე მეტი გულისხმიერება გამოვიჩინეთ ჩვენი კოლეგების, ჩვენი მეგობრების მიმართ, ისე რომ საქართველოში ესე იგი ეს მეგობრობა, კოლეგიალობა, ერთმანეთის გვერდზე დგომა ჯერ კიდევ არსებობს და ეს მიხარია ყველაზე მეტი. კეთილშობილური იდეა არის ასეთი სახით მისი დახმარება ჭაბუკა ამირანაშვილის, რომელსაც უჭირს და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად იქნება და უახლოეს მომავალში ისევ აი ჩვენი დიდი ოჯახის სრულყოფილი წევრი იქნება, რასაც მუსიკოსების ქართული ოჯახი ქვია. აქციამ საკმაოდ წარმატებულად ჩაიარა და კონცერტიც გვიანობამდე გაგრძელდა. იქ მისული ხალხისთვის და მომღერლებისთვის კი ნამდვილი სიურპრიზი იყო თავად ბატონ ჭაბუკას მისვლა. მადლობა, ძალიან დიდი მადლობა და მე მართლა იმედი მაქვს, რომ ჩვენ ყველანი ერთად დავუდგავთ, ვიმღერებთ, ვიცეკებთ. ჩემო ლამაზო მეგობრებო, ჩემო საყვარელო ადამიანებო, ქალბატონებო, ბატონებო, მე მინდა ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ. ყველას აბსოლუტურად. და მე გპირდები თქვენ, მე თუ რამე შემეძლება ცხოვრებაში, ყოველთვის ვიქნები თქვენთან ერთად.
24 მარტს მსოფლიო ტუბერკულოზთან ბრძოლის დღეს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ქართველი მხატვრობის ერთმა ნაწილმა აქცია გამართა და ვარაზისხევის კედლის მოხატვით დააფიქსირა თავისი პოზიცია. მათი დევიზი კი ასეთია. ტუბერკულოზი განკურნებადია და ეს არანაირი ისეთი სცენი არ არის, რომ ადამიანი ამით ცხოვრებაზე ხელი ჩაიქნიოს. თვითონ ეს ფორმა პანოს მე მგონი ძალიან კარგად არის შერჩეული, იმიტომ რომ ჯერ ერთი, რა ვიცი, მე მგონი იმაზე უკეთესი ვიდრე ეს კედელი იყო თავიდან. საინფორმაციო პანომ, რომელზეც 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა მუშაობა, საზოგადოების დიდი ინტერესი გამოიწვია. ჩვენ ესეთი მასშტაბური პანოები ადრეს დაგვიხატია, ეს მეხუთია და რა ვიცი, ვფიქრობ, რომ ცოტა უფრო წინ და წინ მივდივართ, იმიტომ რომ სხვა კედლებს და პანოებთან შედარებით ეს ყველა შობია. თავიდან დავუგრუნდეთ ეს კედელი, იმიტომ რომ ძალიან სუძღეში იყო. ხო და მე დავხვალ სინთეტიკური საღებავებით. ანუ აი ეს კარ ფანჯარას რო ღებავენ ხოლმე ესეც საღებავებით. 20 მარტს აჭარა მუსიკ-ჰოლში კონცერტს გამართავს DJ Tom Puxi, რომელიც ცნობილია როგორც ლონდონელი DJ პარიზიდან. ყველაზე ლონდონელი DJ პარიზიდან ამ შინაურების ვერ მიხდნენ რას ნიშნავს. იდეა რაშია, რომ საერთოდ ფრანგული ჰაუსი და ფრანგი DJ-ები გამოირჩევიან რაღაც ესეთი რბილი ჟღერადობით და ძალიან მახასიათებელი ჟღერადობით. ანუ ელექტრონულ მუსიკაში ოდნავ მაინც თუ ერკვევი DJ შეიძლება უსმენთ საერთოდ არ იცოდა ვინ არის, მაგრამ მიხვდე რომ ფრანგია, იმიტომ რომ აი ფრანგებს ახასიათებთ რაღაც გარკვეული ჟღერადობა. მიუხედავად იმისა, შეიძლება სხვა რაღაცას უკრავდნენ, მაგრამ საერთოდ ჯამში მაინც ეს ფრანგული მომენტი არის. Tom Puxi უფრო არის აი ფესვებით ლონდონში, ანუ უფრო ლონდონურ მუსიკას უკრავს. და აქედან გამომდინარე, ჩემი აზრით ძალიან საინტერესოა, იმიტომ რომ პარიზი თავისთავად აბსოლუტურად განსხვავებული ღამის ცხოვრების კულტურის მქონე ქალაქია, ლონდონი ხო საერთოდ განსხვავებული. ამ ადამიანში ხდება ამ ორი ქალაქის სინთეზი, ასე ვთქვათ, და ჰარმონია და აქედან გამომდინარე, ეხლა მე რაც ვნახე, მოусმინე და რაც საერთოდ ინფორმაცია გამოჩნდა მაგაზე, აი აბსოლუტურად განსხვავებული საღამო იქნება შაბათს აჭარა მუსიკ-ჰოლში. იმ ვარიანტში, რომ რაღაც ლონდონის და პარიზის ეკლექტიკური მიქსი იქნება მთელი ღამის განმავლობაში. DJ-ები არიან აი გენიალური ხალხი, აი პრეტენზია აქვთ 0. თავარია დაახვედრ რომ 2 ან 3 turntable ვერტუშკა ქართულად რა ქვია, დღემდე ვერ გავიგეთ, აი ფირფიტების დამკვრელი და CD პლეიერი და მიქსერი. ეგ უნდათ და ნუ ზოგი თქვა Red Bull-სო, ზოგი აი არანაირი მოთხოვნა არ აქვს DJ-ებს საერთოდ. აუცილებლად მოდით ყველანი, ვისაც გიყვართ ელექტრონული მუსიკა, იმიტომ რომ ხვალ იქნება აბსოლუტურად განსხვავებული მუსიკა და გრუვი. აი გრუვი ყველა იმ ხალხმა ვინც აქ დადის იცის რაც არის გრუვი. ასე რომ მოდით გელოდებით. კლუბ კოტონში ჯგუფი რონდო თავის გულშემატკივრებს შეხვდა. აქ ყველა იმ ადამიანმა მოიყარა თავი, ვისაც აინტერესებდა ჯგუფის შემოქმედება და სიახლეები გოგონების პირად ცხოვრებაში. შეხვედრამ საკმაოდ თბილად ჩაიარა და გოგონებიც სიამოვნებით პასუხობდნენ ფანების შეკითხვებს. დაგვირეკეს, რომ ფანებს სურვილი აქვს თქვენთან შეხვედრის. ძალიან გაგვეხარდა, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ძალიან სასიხარულოა, როდესაც შენი მსმენელი ითხოვს შენთან შეხვედრას. ჯგუფი იქნება თუ შემსრულებელი და დღეს აქ ვართ ამ კლუბში და გვისვავენ უამრავ კითხვებს და ჩვენ პასუხობთ მათ კითხვებს. პირველ რიგში მუსიკოსები თვითონ უნდა ქმნიდნენ იმ შესაბამის ამინს, რომ მაგზე იწერებოდეს. და არა ჟურნალისტები ქმნიდნენ არარსებულს. ესე ჩვენ ფანებთან ძალიან აქტიურად ვურთიერთობთ, რაღაც უფრო ცივილიზებულად იმეილების საშუალებით, ძალიან აქტიური კონტაქტი აქვს ჩვენთან, ძალიან ბევრი წერილები მოდის. და ინტერნეტის საშუალებით არა მარტო ჩვენი ქვეყნის მასშტაბით, საზღვარგარეთიდანაც უამრავი წერილები შემოდის და ეს ძალიან აქტიურად ვურთიერთობთ და არ ტოვებთ არც ერთ წერილს უპასუხოთ.
ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.